საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების ლიდერები მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე იმშელეს. დეპუტატები სახელმწიფო მეთაურის პოზიციით დაინტერესდნენ საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, ქვეყნის პირველმა პირმა გაიზიარა თავისუფალი დემოკრატების პოზიცია და მიღებულია გადაწყვეტილება რიგ გარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე. პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტისთვის უმთავრესი გახლავთ ის, რომ საზოგადოებას წარედგინოს შექმნილი სავალუტო კრიზისის სტაბილიზაციის გეგმა. შესაბამისად, თავისუფალ დემოკრატებთან დღევანდელი შეხვედრის შემდგომ პრეზიდენტმა გაიზიარა თავისუფალი დემოკრატების პოზიცია და მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტის რიგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე. იმავდროულად თავისუფალი დემოკრატები დაეთანხმნენ და მათ გაიზიარეს პრეზიდენტის მოსაზრება და პოზიცია იმის თაობაზე, რომ ამ რიგარეშე სხდომაზე მოწვეულ უნდა იქნან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები.